არც ერთი ივენთის ჩატარებას იმდენი ხმაური არ მოჰყოლია, რამდენიც თეონა კონტრიზის კონცერტის ჩავარდნამ გამოიწვია. შემსრულებლის ბოლო გამოსვლა სამშობლოში 1999 წელს შედგა. მას მერე კონტრიზეს ქართველი მსმენელისათვის არ უმღერია. ყველად მოვედი. კონცერტი აღარ ტარდება. ბილეთი შევიძინე დაახლოებით 1 კვირის წინ და 1 ბილეთი გდა 60 ლარი. თქვა უნდა. გვინდა. რომ არ გვინდოდეს არ მოვიდოდი. ძალიან მწუხარ, იმიტომ რომ ესე ბოლო 1 წლის განმავლობაში მე მგონი არავის კონცერტს არ დავლოდები ვარ. 60 ლარი გადავიხადეთ ბილეთში და არის მიღებული ცნობებით გვეუბნებიან რომ ხუთშაბათს დაგვებრუნებენ, მაგრამ ამას ძალიან ისეთ ნაკლები მნიშვნელობა აქვს, იმდენი დიდია იმედ გაცრუება, რომ ჯერ კიდევ დგავართ, ველოდებით, იქნებ რაღაცა გაიხსნას და იქიდან დაეშვას თეონა. ივენთოლის შესასვლელთან შეკრებილმა მელომანებმა კონცერტის ჩაშლის შესახებ მისვლის წუთს გაიგეს. პრობლემა ჰონორარის გადახდასთან დაკავშირებით შეიქმნა. ყველა რასანამ შვილები და დედები და ძმები და ყველა არ დაიფიცა, ნუ არ ვიჯერებდი, მე ვნახე ორგანიზატორი ბიჭი და ბოლო წუთამდე მაინც იმედი მქონდა რომ იქნებ თან ვიცი რომ თეონა აქ არის ჩამოსულია და იქნებ მეთქი რაღაცა, მაინც შეიცვალოს და აგერ ელვიში ველოდები, ჯერ კიდევ არ ვყრიფ არხმალს და მაინც აქვს იმედი. როგორც ვიცი, ჰონორართან იყო რაღაცა პრობლემები. როგორც ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში შემსრულებელმა განაცხადა, თავის ბენდს ხელფასი საკუთარი ჯიბიდან გადაუხადა. ორგანიზატორის თქმით, თითოეულ სტუმარს გაყიდული ბილეთის თანხა ხუთშაბათს ან პარასკევს დაუბრუნდება. მენი მიზეზის და თეონას მიზეზის ერთი არის, რომ ჰონორარი არ არის დაფარული. ეს იყო ჩვენი კომპანიის დასაფარი, მაგრამ არ მოხერხდა იმით, ანუ ბილეთების გაყიდვის ფული არის სხვა რაღაც ხარჯი გათვალისწინებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ რადგან ესე ჩვენ პრობლემა შეგვექმნა დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენი თხოვნა მიმართვა იყო უბრალოდ ის, რომ დაუშვათ გავაკეთოთ ისე, რომ რამდენიმე დღე მოგვცეთ საშუალება, რომ დავფაროთ თანხა, მაგრამ ყველანაირად ეცადა თეონაც, მაგრამ არ მოხდა შეთანხმება, ყველას პრობლემა არ ექნება, ყველა ბილეთი დაბრუნდება უკან, ფული დაბრუნდება უკან. თეონა კონტრიზემ სამშობლო უკვე დატოვა. რუსეთში გადახვეწილი ქართველი შემსრულებელი საქართველოს ხშირად არ სტუმრობს, მით უმეტეს საკონცერტო გამოსვლით. თბილისურ სცენაზე მას თითქმის 15 წელი არ უმღერია. კონცერტზე დასაწყები ბილეთის ფასი 60 ლარს შეადგენდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 400 სალამდე გაიღიდა კიდეც, მაგრამ ივენთ ჰოლის შესასვლელთან დაწყებამდე 10 წუთით ადრე დიდი რაოდენობის მსმენელი ნამდვილად არ შეგვიმჩნევია. თუმცა თეონას ფანებს ახლა ძირითადად ის უფრო აინტერესებთ, როდის მოუბრუნდება გული ქართველ ივენთ მეიქერებზე კონტრიზეს და როდის შედგება შემსრულებლის კონცერტი.